ერთი რაღაცა მითხარით, რომელიც გემოვნებით არის გაკეთებული. ჯერ ეს ერთი აი ის ფერები. შეხებილი სახლები არის გემოვნებით გაკეთებული, მაშინ არ ვიცი. აი ვიღაცა ჩავიდა და ნახა რომ თქვათ იტალიის თქვათ მაშინ რა ქვია, თქვათ ჩინკვე ტერეზე ან პორტოფინო ლიგურიაში ან სადღაც არის შეხებილი თქვათ სახლები ფერადად. ხო აი ის ხმელთაშუა ზღვის პირული ისინი და პატარა ქალაქები იხდნენ ამას და უცებ მას გონია ეს პირველად ნახა და გაუგზა და ეგრევე ავტომატურად მასკვა ეს როცა ამბობ რომ სამოქალაქო საზოგადოება თუ ეს კეთება გამჭირვალეთ თუ პროექტები გამოდის განსახილველად აი როდესაც აი რაღაცა მე არა აი დავით აღმაშენებელი ზეგნი რომ გადაგაკ ივერისდან ბიღომში სულ ელემენტარული მე ბენზინიშვილი არ მოჩვენე. არა, იმიტომ რომ ამბობს კაცი რომ ეს არ იყო 4 მხრივი იმისთვის გათვლილი. არ ვიტყვით ხო? თან აი მანძილი ხო? ეპოფინებია ყველგან. ხო. ჭია გაუჩნდა. და აზიანებდა რაღაც გადადიოდა. ანუ ის ხე რომელიც აი ანაფრანგეთში ჩვენ ხო იმაზე ვაპარაკობთ რომ მთელი საბერძნეთი ის ხე რომ მოგვიჩენს გახსოვს ერთი ხე რო ივერიის ხეებზე აღარ არის უკვე ლაპარაკები რაღაცა მაგრამ ხო უწმინდეს ხო დარგო მაგადგილას ძალიან მაგარი ზეთის ხო ხე რო დარგო აი ძალიან მიყვარს ეგ ხე რაღაცა ბერესაც უკან ვერ მოაბრუნებ აი ისი სადღაც სულზე რომ მიუსწრებ აი ისინი არა მაგრამ იმ ფერზეც აი სულ უყურებ ხოლმე უცხოელების აი რომ ჩამოდიან და აი პირველი რაც არის რომ აი სიამაყე გულში აი რამე მართება იცი ამაყი ვარ ხოლმე რომ გამოვივლით და ეს რო ჩანს ეს ძველი სტილი საოცრება ჯერ იქაც რო ჩააყენეს ის რაღაც აი საკატაო რაღაცა რო იყო რომ ადიოდნენ და ჩამოდიან ის რა იყო და მე აი ერთხელ ავიდე და ჩამოერთხელ ავიდე და ჩამოვიდა გაიჭედა ის თუ გადმოაქვთ იქიდან ყველაფერი კაცო ეს ისენი რა ქვია საკატაო იქ არის ქალაქ გარეთ არ არის ეს კოლიზეუმის და იმის კასტელ სანტ-ანჯელო და წმინდა პეტრეს ტაძარი რო დგას იმის წინ ეს ასასვლელი ჩასასვლელი რაღაცა სისულელი არ დგას ნო აი მე მგონი მანდარის იცი რა რომ აი რაღაცა 300,000 დაჯდა ეგ წარმოიდგინე მე 200,000 თუ 500,000 დაჯდა ის რაღაც ვიღაც ცხენი რო ჩამოიყვანეს ის მომღერალი ის რავი მე უკრაინიდან ვიღაც ცხენები რო ჩამოიყვანეს მე თვეში ორჯერ თოთო კუტუნია ჩამოიყვანეს კარგით და თოთო კუტუნია იყო ორჯერ თვეში თოთო კუტუნია დადიოდა უკვე იმისავე და შატალოზე დადიოდა თბილისში არა ჩამოიყვანე ოღონდ კინო დანიელი ჩამოიყვანე 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 ტოვეიცი ჩამოიყვანე საქართველოში იყო 70-იან წლების ბოლოს როგორც პოეტი როგორც მომღერალი კი არ ყოფილა თეატრში იყო ხაზით მარიცეს განვეცი როგორ უტენი ახალგაზრდობას თავში უგემოვნებობას და უნიჭობას და უგემოვნებობას თუ ფულს იხდი ხო მაინც ჩამოიყვანე რა ისეთი ცოტა იმას ქნა რა კარგი რა არის და ცუდი რა არის მაგრამ შენც არიცი რა არის კარგი და ცუდი და მაგას შეასაკმე ხო მაგრამ კონცერტი თუ არ მიღწევს ხო დაუსტვენს არა თუ რაღაცა ის დონე არ არის ხო აი არა კანონები არ უსტვენ მას უნდა დაუსტვინონ რა უსტვენთ მაგრამ არა ნუ როცა არ მოგწონს ფირა სამრობა რაღაცას არ აკეთებს ისა და ხო უსტვენ უკვე ეგ ისწავლეს ხო ქართველები ეხლა ვიღაცას მოწონს ვიღაცას არ მოწონს მაგრამ ეგეც სასწავლი იყო ხო აა ჩვენ არ მოგწონს იზიბასა ჟიურიში დაждდება აი ყურე 5 კაცი 6 კაცი ზის ჟიურიში ნებისმიერ კაცს ეუბნება ვახ შენ გენაცვალე ვახ რა მაგარი ხარ შენაირი არ მინახია შენისა და უკან ზურგში რომ გამოდის ფუ ამის დედავატი და ეგეთი საშინელება არაფერი მინახია და აი ესა მოგწონს ჩვენ ახლები მანდკია ბასა უკვე აღარ არის იმის დრო რა უკვე და გამოვიდა მაგედან და გავიდა ჩიჩიკო და ბიჩიკოს ეთერი რომ გაჩნდა რადიოში მახსოვს რომ ეს რა რატო იყო იცი ეს ჯერს მენადი და ის რომ ესენი ისე უგნებოდნენ
არ ვარ გიხარ მაგარი ხარ მაგრამ მოყარეს პენსიის რახემდე აი შენ ადგინა შენ დაანებე სიმღერას თავი სულ აზვერი ხარ ლუგასტორე გაიგე ო ჩეულებრივი ხარ ცხოვრებაში გასაგებია რომ შეიძლება იყოს და ან გაასწოროს არ შეიძლება გაასწოროს და ან არა არ მაგას არ უსწრებს ბევრი მაყურებელი და სცენაზე არის შეურაცხყოფალი რა სტუმარ მასტინგობის თემას ვიუბრუნდები ახლა ესე ამ ხოხი და ნახე აი მის გამო რა ის სტუმარი და მიხდი აი რაღაცას ვერ ვეთქვი ხო აი ხა იყო ხო ვიღაც უცხოელი ჩამოდის მართლა მე შენზე რაღაცებს წერდნენ ახლა იყო ეგეთი ისტორიები იყო და ხადაყვებოდა აგინა რუსელი დენირო არისო დენიროც იყო იგივე დენიროც იყო და რუსიც იყო ამიტომ დენირომ ცუდი დაწერა რა დენირომ დაწერა აი ცხოველებში ვიყავიო რა რაო აი ცხოველებში ვიყავიო აბორიგენებში ვიყავიო და მე კადრები მაქვს ნანახი როგორ უჭირავს აი ამ ხელა ყანწი ხვინით სავსე მიაწოდეს ჩაუსხეს აი ეს უჭირავს იგი მიაწოდეს ვერ დავლეო და აი იმენა არა დადალევ და ბეი დადნას აკეთებენ წარმოიდგინე ძალით ასმევენ ჯერ თუ ამ დამძალევ აი ჯერ თუ ამ დამძალევ შეგაჭოდი ყველას თავისი ენით ხომ უნდა დაელაპარაკო ეხლა შენ რო ჩაყვიდე სიტყვაზე თქვა წარღაც იტალიაში და ეგეც საზიზღრობა რომ ვიღაცას რო კონდეს ეხლა იმაში რა ქვია გამაძალოს თქვათ აგაძალოს დიდი პიცის თავიდან არა დიდი პიცის თავიდან ბოლომდე შეჭმა არა დიდი პიცის თავიდან ბოლომდე შეჭმა კი არა უფრო ცუდი რაღაცა რო დაგაძალოს არ დაწერ არ დავწერ რო ჩახვა აი დედას გეფიცები შეიძლება არ დაწერო ხო და შეიძლება მაგის ის შეცდომაც დენიროა რა არ არის ქართული და ვიფიქრო რომ იმას ჩემი პატივისცემა უნდოდა ოღონდ მე ის არ მომწონს იაპონელები იყვნენ ჩამოსული და მოხდა ესეთი რაღაცა წითელი ღვინო გადაესხა კაცბერზე ხო იაპონელს ერთ-ერთი და მარია და მაგარი შემოიტანეს და ღრმეობა და ეს ხორცების ესე ჩამა და ეს და ბარკლები და ხო ის აი და მეტროებით სმამიდის კახეთში არის უფრო წარმოიდგინე და წითელი ღვინო გადაესხა ფერზე და ეს თამა და ვაიღო და ეს ბარი მოაყარა და აუ ჩამას შეჭმას მისილები კაცოები გაშეჭმას ჩვენი ყველაზე მაგარი ის რა იყო იცი იმ ადამიანს უნდა მოერგო როგორიც არის რატო უნდა მოერგო? რატო უნდა მე სტუმარია შენი? აი მან და მაგით სტუმარია შენი და უნდა მოერგო შენ, როგორც მასპინძელი. რა მოწონს და რა არ მოწონს? საქართველოს მოწონს და საქართველოს ესმის მხოლოდ მაღალ განვითარებულ, განათლებულ ტურისტის მემკვიდრე ხო ეგეთი ჩამოდის ისეთ ადამიანს. იმას ესმის ქართული და მაგაზე ერთს გიპასუხეთ ისევ ბიბლიდან. ღორებს მარგალიტები არ უნდა დაუყარო. ვისაც ესმის იმასთან ჩვენ დავაფუძნეთ ესეთი ფესტივალი მე ნიაზ დიესამიძე არდგენი და ნუ ახლა წარმოიდგინე რა აი გემლი მაგალითად აი როგორ იჭედება რკინა მაგალითად როგორ კეთდება ცხენის ნალი ხაობა მოდის ახალი, რომელსაც გონია რომ შენ რომ ამას უფრთხილდები და ამაზე ფიქრობ და გამოდიხარ ტელევიზია იქნება თუ ქუჩაში მიტინგზე სადღაც ამბობ რომ აი ეს არ დამიკარგოთ ხალხო და მოდი ეს გადავარჩინოთ, იმას გონია რომ შენ ის გინდა დარჩე და ის რომ იმით კავაც იმით აკეთებ და დავით აღმაშენებლის დროინდელი მეთოდით რომ იქ გინდა ამიტომ იმ ახალგაზრდებს და იმ თაობას უნდა რაღაც სხვანაირად მივაწყოთ რა თქმა უნდა მაგას ვიძახი მართლა ის წარმოიდგინე რამდენი უპატრონო ბავშვი დარბის რამდენი სპეციალობა არის იმისი გადაშენების მიზეზი არის ჩოხის შემკერავი კაცი აღარ არის ერთი რომ მოხდეს ვიღაც შეგერავ ვიღარავ ელემენტარულად იმაზე ლაპარაკი აღარ ამახ მეარღნეზე რომ ვიღაცა გააკეთებს საერთოდ რა. მე მიაბარო შეგირდება, სულ ესე იყო საქართველოში შეგირდი და შეგირდი. გიორგი ბანამიძე, ნიკუშა ანჯაფარიძე არის სულის ჩამონადენი. ამ პროექტის მართლა ჩვენ თავიდან რომ გავარემონტეთ და თვითყოფადობის იდეა გააჟღერა და რაღაცა და ფული რომ მოგცა ის პირველი კუსტომაზი